ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. დღეს ერთი ძალიან საინტერესო იარაღის მნახველი გავხდი რა. ჯერ მსგავსი არაფერი არ მინახავს არასოდეს და როცა მაჩვენეს მითხრეს რომ ამ იარაღზე შეგვიძლია რაღაცა ვთქვათო. მე არაფრის თქმა არ შემიძლია. შენ გატყობს ვიზუალი ამას ასეთ ფუტურისტული. მე მახსენდება მეხუთე ელემენტი. ამას რო უყურებ კინო მეხუთე ელემენტი გაქვს ნახე ხა. ლაზერული ბლასტერი გონია. ხო, აი რაღაცა ეგეთი უნდა გამოვიდა. გასაკვირს არ უნდა იყოს ეს იარაღი აწყობილი არის აკას ბაზაზე. რას ლაპარაკობ? შიგნულობა კაკა. შიგნით არის აკასავით. უბრალოდ ეს გარე ვიზუალი აქვს შეცვლილი ფუტლიერია და რომ და გეტყვით ზოგადად რატო რა ქვია? ეს არის კრალ arms-ის მოდელს ქვია, რა უნდა მოქვია მოდელს კი არ ვიცი. კრალ arms-ის კომპაქტი, ხო, კომპაქტი ქვია. მოკლედ კრალ arms-ის კომპაქტია ეს. რამდენად კომპაქტურია? პლასტიკშია, კომპაქტური არის, მართლა დამოკლებულია, ისე რომ ლულის სიგრძე არ არის შემოკლებული, იმიტომ რომ ბულპაპის სისტემა ზოგადად და იმის სულ აქ კი არ თორდება სადღაც აი აქამდე მოდის სულ, აი სავაზნე, ეს არის სავაზნე და ჭიდი მოკლედ და აი ამხელა ლულა აქ სადღაც სულ ამხელა. გამოდის აი გავზომოთ და გამოდის 55 სანტიმეტრი გამოდის სულ და მთლიანი სიგრძე არის 80-ში. რახან 55 სანტიმეტრი აქვს ლულა, პრინციპში ტარება შეიძლება. ხო, ხო, ტარება შეიძლება და გადატანისუფლებაც გააქვთ და ამ იარაღის საინტერესოა ამ იარაღის გააქტუალების, ასეთი აქტუალური რატო გახდა რა, ამის თქმა მინდა რა. მოგეხსენებათ რომ შეიცვალა ომის ტაქტიკა, ბრძოლის ტაქტიკა და ასეთი იარაღებს ძალიან წარმატებით იყენებენ როგორც რუსულ ჯარში, ისე უკრაინელები და რისთვის მარლენ დრონების ჩამოსაყრელად. მართლა. ესვრიან დრონებს, მსხვილი ფინთიხით ესვრიან დრონებს და რას ლაპარაკობ? გარწმუნებული ეს 12 კალიბრია, ხო? 12 კალიბრია, კი მინდა გითხრათ, ბულპაპის სისტემა, ანუ არის დამოკლებული კომპაქტური ვარიანტი. წონა არის 4 კილო და ნახევარი, როგორც შეეფერება საბრძოლო იარაღს. ბულპაპის სისტემა გულისხმობს თავის თავში. აი ამ სისტემას უყურეთ აქ რა ხდება ბიჭებო. გოგოებო. აი ჭიდი სად უყენდება. ბოლოში დგება ჭიდი, ხო? აი საიდან დგება ფეხზე. ხმაგეს. ერთი შუქზე დამენახე. გეცი რო ხმა? ხო, რაღაც ისე ხმა, კი. ჩაოლებრივი შიგნით ჩაოლებრივი კალაშა მოკლედ რა. საინტერესო გახდა. გარედან არის ასეთი ვიზუალი შეცვლილი და ცეცხლის მართვის სახელურია წინ გადატანილი და ესეც წინ არის გადატანილი. ანუ ჩაოლებრივი გაზოგადამტენი სისტემით აღჭურვილი ბულპაპის სისტემა. აი ეს რეგულირდება ამისი სალოყიას მხარდასადები, რბილია. ბულპაპ სისტემა, გაზოგადამტენი მექანიზმი აქვს. სამიზნე მოწყობილობები ზევიდან აქვს, როგორც შეიძლება დავიჭირო ხელში ერთი ვნახო. რა ვიცი, დაიჭირე, მაგრამ რავი, არის. გაუკეთე ერთი. ვაიმე რა სიმძიმეა ხალხო რომ იცოდეთ. ნახევარია კი. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. ეს ონლაინ მაღაზია, სადაც ყველაფრის შეძენა შეძლებთ. აქ ფართო არჩევანია: ტექნიკა, სახლი, ეზო, დეკორი, მშენებლობა და რემონტი, სპორტი, მოგზაურობა, სოფლის მეურნეობა, ბავშვთა სამყარო, წიგნები და საკანცელარიო ნივთები. მოკლედ, არჩევანი დიდია. ესეთ ვარიანტში რომ გაიქცე, რაღაც მოხერხებული არის ამასთან ერთად და რა მოუხერხებელი რამეა. ბიჭო, მიზანს რანაირად უნდა უყურო? აი ესა და ყურა ესა მოკლედ რა. ხო და ერთმანეთს ემთხოვა რამდენ მეტრში ეს და ის იქ. მაგას მე ცოტა იოლი რაღაცები მკითხე ხლა. არა, იმიტომ რომ იმდანაც დაშორება არის რა. დაშორება საფანტო უნდა გაშალოს ახლა. კარტეჩი უბრალოდ და ანუ არაფერს არ უნდა დრონა ისე ისვრი. ხო მიუგშო და ესვრი რა დრონს და რამდენი ჭირში გიდევს 10-15 წელი და ურახუნებ რაღაცა მაინც მოხდება. ხო. რაღაცა მაინც. ანუ თან როგორი ვარიანტია, როცა დრონი დაგდევს. შენი უბრალოდ დამიზნების ხალისი არ აქვს. დრო კია, ხალისი არ აქვს. და იმ რომ მოგაცნობს მე რა ჯვარი წერია კაცო რა დრონი. შენზე კი არ ვიძახს. კი ბატონო, არა, მე ზოგადად იცი რაზე მეფიქრება. აი ის ვინც ამ დრონს ელოდება
ნუ თუ ამით დარბის. არ დადბის, არ ცელოდება, ეს არ დამხმარე იარაღი, ხები? ეს აქ ვიღაც. კაი, ფასი მითხარი რა, უკვე ნერვიულობ. 1960 ლარი. ეგ არის რა. ხო, მოკლედ, ჩემო ძირფასო მეგობრებო, ჩვენს მაღაზიაში ესეთებიც იყიდება. ხო, რავი, ესეთებიც იყიდება. ეხლა მე როგორც მონადირის გადმოსახეთიდან, ხო, ძალიან მიჭირს ამის აღქმა ზოგადად როგორც არ არის სანადირო იარაღი, არანაირად არ არის სანადირო იარაღი. ეს არის რამდენს მოგწონთ იარაღი, ძალიან გთხოვთ დაგვიკომენტარეთ, აი ძალიან მაინტერესებს, რამდენი საერთოდ ხალისობთ ასეთი იარაღებით. ხო, ეგ საინტერესო იქნება მართლაც ფოტოშორის. ძალიან საინტერესო. რამდენად მოთხოვნადი იქნება ასეთი იარაღი ქართულ ბაზარზე. მე ვიცი რომ მაინც და მაინც დიპოპულარობით არ სარგებლობს, იმიტომ რომ მოხდა დაგიფარდო ჩვენ არა დრონების ომია და არც რამე ესეთი გაჭირვებაში ვართ ახლა რომ თორე თუ გაჭირვება იქნება ამას კი არა, ამაზე უარეს იარაღს აიღებს და ისე ივეთებს. ირაკლი, მე ამაზე ვხედავ კიდევ რაღაცა დამატებითი მოწყობილობების ხო, რა თქმა უნდა, როგორც საშუალება ტაქტიკური იარაღი შეიძლება დააყენო ფანარი ან ლაზერული სამიზნე ან რაღაცა ეგეთი. ორივე მხარესაა, ერთი მხარესაა და მეორე მხარესაა. აქედანაცაა აქ. პიკატენის პატარა რელსებია დამაგრებული, რადგან გასაგები შეგვიძლია დავაყენოთ მე. რამე კიდე აქვს ამას საინტერესო? აი, ცეცხლის მართვის ხელის მოსაკიდებელი, ცეცხლის მართვის ესეთი ჰენდგარდი აქვს. გასაგები ხელს და უარ მოცურდეს. კომფორტული რო იყოს უფრო. კარგი. ეს ახლა 4.5 და წარმოიდგინე ეს მჭიდივით რო შეივსება, ჭიტში 10-70 სამოში და 1000-ს რო ჩაალაგებ, მე ზონა კიდე მოემატება აუცილებლად. გასაგებია. აქვს ასევე საქამრეები. საქამრეც აქვს და ეს ზევიდან რაც აქვს სახელური ხელთ გეჭირა. ეს იხსნი, შეგვიძლია რომ მოხსნათ. მას მოუშვებთ და ეს მოძრება აღარ ექნება და დავაყენებთ შეგვიძლია და პიკატინია გზავიდან და შეგვიძლია სხვა მოწყობილობა ან სხვა მეზეთი. გასაგებია. ანუ მე როგორც ხდები ეს რაღაცა კონსტრუქტორს წააგებს. კონსტრუქტორია ხო, ნუ შენ როცა იყიდი ამას მე შენ თვითონ შენ გემოვნებაზე მოირგებ როგორც გაგიხარდა. ვანახოთ ბარე მაყურებელსაც. მარტივად ძრება და აქ შეგვიძლია დავაყენოთ ან პატარა ლაზერული სამიზნე ან კოლიმატორი ან რამე ისეთი რა, აი. აჰა, გასაგები გახდა. ეს სხვანაირი ვიზუალზე დადგა. ეხლა ცოტა უფრო კიდე მისაღები ისა აქვს ხო, ფორმები. თუ ეგეთი რამე ყოფილა, ბიჭო, ვერ თქვი თავიდანვე? ხო, ამაში უკვე არის რაღაც. ხმა იგივე რაც ხო, ეს მომენტიც მომეწონა რა, აი ესე ვეროტელი რა, აქედან რაღაც კაია. მაგრამ გასროლის დროს მადროდ მომუვარდეს მას რა ისე გაითვალისწინე. ხო, მეგობრებო, როგორც დასაწყისში გითხარით, ცოტა მეცვლება შეხედულებები უკვე. შედარებით მეცვლება შეხედულებები რა, რაღაცა კომფორტული არის. ეს ვარიანტი ძალიან კომფორტული არის რა. ხო, საბრძოლო ვარიანტში მაგის ისა რა ახლა. ტაქტიკა. ეგეც შეგიძლია მოხსნა და პირდაპირ ამით დაიჭირო, არ არის საკუთარი. ესეც ეხსნება, ხო? ხო. ხო, არის, რაღაცა არის ამაში. რა ქვია ამ სისტემას ბულპაპი სისტემა? ბულპაპი ხო, აი, როცა მჭიდი გადმოტანილი არის სასხელდის უკან, ამ შემთხვევაში არის ბულპაპი სისტემა. სასხელდი გაქვს წინ? დიახ. მჭიდი არის უკან. გასაგები. ტრადიციულ სისტემებში მჭიდი არის სასხელდის წინ ხოლმე. გასაგები. ეს უკან აქვს. კი ბატონო, კარგი. ნადირობა ამით შეიძლება? არა მგონია. ჩვენი კანონმდებლობით ხო შეიძლება ნადირობა? კი, კანონმდებლობით კი, კანონმდებლობა არ გიშლის ამ ნადირობას, მაგრამ აი რაოდენ ნადირობა სიამოვნება ხო? კი. აი ამით ნადირობა რა ჩემთვის სიამოვნება ვერ იქნება. მაგრამ გასართობა თავად შეიძლება გაერთო. სპორტული სროლებისთვის გასართობა ბახ-ბახ გასული ძახით ხომ და რაღაც სამიზნეები და აზიონ და რაღაცა. კი. კიდე ისი რაში გამოდგება მეგობრებო, დამიჯერეთ რომ მართლა გამოდგება იმ ამბავში რომ აი რაღაცა მოძრავ სამიზნეებს რო აკეთებენ ხოლმე ამერიკაში მინახავს ხოლმე ეგეთ რაღაცეები რა. პოპულარულია. აი ძალიან მაგარი იქნებოდა ამით ნადირობა რა, ვარჯიში, ზოგადად ვარჯიში. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მაქვს სასიამოვნო სიახლე ჩვენი არხის ერთგული მაყურებლებისათვის, მონადირეებისათვის და არა მარტო თქვენთვის. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, ტოპ პრემიუმ. უკვე საქართველოშია. სუპერ ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი Marleni და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206 09 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარულით. ესე ძრება, ესე შემოკარგო. ანუ მარტივად ძრება, ხო? ხო. როგორც მე მივხვდი. კი ბატონო და ახლა ვიზუალი შევაფასე მაგას. კი, ვიზუალი კიდე უფრო შეეცვალა, მეგობრებო. რაც მართალია. მოიცა ხელში დავიჭირო.
ხო, აი ახლა გაცილებით შემსუბუქდა უკვე, ხო? ხო, არა, ახლა ბევრი რაღაცა უკვე შეიცვალა მართლა და აღარ არის ის მეხუთე ელემენტიდან აღარ არის. ესეც იხსნება? ესეც იხსნება. კი, რა თქმა უნდა. აქედაც იხსნება. კი, ბატონო. მოკლედ ტრანსფორმერი არის რა. ხო, უფრო რაღაცა ესეთი შეხედულება მიიღო, ხო? უფრო გასართობი დანიშნულებით. გასართობად ივარგებს ხო ბატონო მამუკა? რა თქმა უნდა. კარგი. გართობის უბრალოდ ერთი და იგივე ჩვენ მოგივა ხელში რა. მარტო აი დაუშვათ თუნდაც აი ესეთი ნახევრად ავტომატური ანორლულიანი და შესაძლებელია სასროლეთებში ადამიანებმა წაიღოს შეგვიძლია აი ლულის. ეგეც ეხსნება? ხო, რა თქმა უნდა და ცეცხლმაქრი. ცეცხლმაქრი შეგვიძლია გაუგრძელო რა. არა, სხვა რაღაცა დავაყენოთ ზედ და უფრო ლულის გავაკომპაქტუროთ მოკლედ. დამაგრძელებელი შეიძლება დაიხრახნოს ზე და ლულის დამაგრძელებელია რაღაცა. გასაგებია, გასაგებია. კარგი, ნუ ჩემო ძვირფასო იმის თქმა მინდა მაყურებელო. კიდე მარლენ ბოდიში გაწყვეტინებ რა. იმის თქმა მინდა კიდე რომ ჩვენი სხეული ზოგადად ჩვენი კუნთები მიჩვეულია სხვა სისტემას, სხვა ფორმებს, სხვანაირად ჩვენი ტვინი უკვე სხვანაირად აღიქვავს. სამდევერებს და ეს ცოტა ჩვენთვის უცხოა, ჩვენი სხეულისთვის უცხოა, აი ესეთი სისტემა ზოგადად. გეტყვი იმასაც რომ სიმძიმის ცენტრი ამ უკანა აქვს გადაბოლოწეული, იმიტომ რომ ჭიდი უკანა არის და წინ ფაქტურად მსუბუქია, არაფერი არ არის და დამცემ სასხელტი მექანიზმიც უკანაა, ჭიდიც უკანაა, ყველაფერი უკანა არის დაზოგული. აი ეს წონის ბალანსის უკან გადმოწევაც ჩვენ სხეულზე ზოგადად ჩვენ ტვინზე, ჩვენ სხეულზე ცოტა ისე უარყოფითად სანამ არ მიეჩვევა, უჩვეულოა ჩვენთვის. მოკლედ უბრალოდ უჩვეული არ არის თორე რომ მიეჩვევი მე ეს აღარ გონია ესეთი მოუხერხებელი ასე ვთქვათ რა. გასაგებია არის. ამ იგი რაღაც პლუსი კიდე ერთი პლუსი კიდე ისაა რომ შეგვიძლია რამდენიმე ვარიანტი ჩვენთვის მოვირგოთ. ანუ როგორც მოხსენეთ ახლა ესენიან დავამატოთ ზევიდან რაღაცა. მოკლედ მე როგორც მივხვდი ეს ყველაფერი იხსნება რა მეგობრებო და შეიძლება ბოლოს დაიტოვო მარტო ჭიდი, ჩამკეტი და ლულა და სასხლეთი. და სასხლეთი. მოკლედ გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო, აქ ძალიან ბევრ უცხო საინტერესო ვარიანტებს გადააწყდებით. კი ბატონო. ნახვამდის. ნახვამდის. ჩვენი არხის მხარდამჭერები